ჩვენ ვისაუბრეთ ყველა იმ პრიორიტეტთან, რომლებიც უკავშირდება საქართველოს მხრიდან ძალისხმევას, მიმართული კონფლიქტების მოგვარებაზე და პირობების გაუმჯობესებაზე ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც დაზარალდა კონფლიქტების შედეგად. ვისაუბრეთ ასევე საქართველოს ურთიერთობებზე მის მეზობლებთან, გამოვხატეთ მტკიცე მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების სახელით საქართველოსადმი, მისი ტერიტორიალური მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ასევე გამოვხატეთ მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ძალისხმევისა, რომ გარკვეული ურთიერთობა დაამყაროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობასთან და ასევე აღუთქვით საქართველოს მხარდაჭერა, რომ რაც კვლავ გაგრძელდება ჩვენი მხრიდან იმ ძალისხმევისა, რომელსაც საქართველოს მთავრობა აწარმოებს როგორც ჟენევაში, აქ და ვაშინგტონში. ჩვენ ველით, რომ მომავალში გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა იმისათვის, რომ ჩვენი საერთო მიზნები იყოს მიღწეული. ამერიკის შეერთებული შტატები არის მართლა წამყვანი ჩვენი მეგობარი სტრატეგიული სახელმწიფო. შესაბამისად, მათთან კონსულტაციები, მისგან რეკომენდაციები ჩვენს მნიშვნელოვანია, მით უმეტეს რომ სულ მალე ჩატარდება ჟენევის ფორმატის ახალი რაუნდი, მორიგი რაუნდი, სადაც საქართველოს მთავრობა ახალი მთავრობა პირველად მიიღეს მონაწილეობას, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ჟენევის დისკუსიების დღის წესრიგზე საუბარი, იმ თემებზე საუბარი, რაზეც იქნება განხილული, მქონდა გარკვეულწილად მოთელვა თუ როგორ იქნება ეს თემები განხილული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია დაგასწორებინა, რომ ცალხრივად და ცალსახად მხარს უჭერთ ჟენევის ფორმატს და მზათა ვართ, რომ მეტი დინამიკა შევიტანოთ ახალ მთავრობამ ამ მიმართულებით და იმ ფონზე, რომ ჩვენ მკაფიოდ ვჯერა დასავლეთის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიების მიმართ და არაღიარების პოლიტიკის მიმართ, ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ახალი ნაბიჯები, რომელიც ხელს შეუწყობს ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური დიალოგის გამყარებას და საქართველოს შორის ურთიერთობების ახალ დონეზე გაყვანას.